გამარჯობა. მოგლეთ გააცემა ბიბლუსი თოქს უსმენთ, მე გიორგი კეკელიძე გახლავართ და მინდა რომ წარმატებები მისურვოთ და თქვენ წარმატებას გისურვებთ, მით უმეტეს რომ დღევანდელი ჩვენი გააცემა დიდწილად სწორედ წარმატებას ეფუძნება და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული სიტყვა, ხანდახან შეიძლება სრულიად გულგრილადაც და ზედაპირულადაც, რითაც ადამიანები მეორე ადამიანს მიმართავენ, არის წარმატება სოციალურ ქსელში, რომ შეხვიდეთ და ვიღაც რაღაც ამბავს ყვებოდეს, ქვევით ძალიან ხშირად შეხვდებით თითქოს გაცვეთილ სიტყვას წარმატებები და მაინც რა არის წარმატების ფენომენი, საიდან იღებს ის სათავეს და გარკვეულწილად როგორ წარმატებას გულისხმობს დღევანდელ ადამიანად ყოფნა. ჩვენი სტუმარი არის ნინო ეფხოშვილი, საჯარო ფსიქოკონსულტანტი. მე სპეციალურად კითხე მას წინასწარ, მით უმეტეს რომ სიტყვა კოუჩის მეშინია. იმდენად ბევრი კოუჩი მოძრაობს ქალაქში, ცოტა ხანდახან ყოველ მეორეს შეიძლება კოუჩი ერქვას და ასეთი პერსონალური შიშია ჩემი, ასე რომ აპატიეთ, მაგრამ ესე ზოგადად ბუნებრივია მესმის რომ კოუჩინგი არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი, სრულიად პირიქით, უბრალოდ ცოტათი თქვათ ესეთი პაგანიზაცია მოხდა ჩვენს სივრცეში ამამბის. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გიორგი. მობრძანებისთვის. დავიწყოთ იმ კითხვით, რომელიც შეიძლება კონკრეტულ პასუხს ვერ გულისხმობდეს, იმიტომ რომ ამის ცოდნა ადამიანებში არ არის, მაგრამ არის ვარაუდი. და რაღაც მეცნიერული დასკვნები, სად იბადება ჰომო საპიენსში წარმატებისკენ სწრაფვა და უკავშირდება თუ არა ის პირველ რიგში გადარჩენისკენ სწრაფვას. მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ხო, გადარჩენისკენ სწრაფვა არის ის, რაც პრინციპში ფიზიოლოგიურად ადამიანებს გვამოძრავებს. ინსტინქტების დონეზე, იმპულსების დონეზე, ჩვენ რაღაცნაირად მომართული ვართ იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ტვინი ესე არის მოწყობილი. თუმცა თანამედროვე ეპოქაში გადარჩენის რეჟიმზე უფრო მნიშვნელოვანი და თუ წარმატებაზე ვსაუბრობთ, წარმატებაში გადარჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი არის განვითარების რეჟიმი. დღეს თავისთავად, აი საწყისზე მინდა კითხოთ, როგორ ხედავთ ამას, საიდან დაიბადა ეს სწრაფვა ადამიანში? ხო, საწყისი რა თქმა უნდა გადარჩენა იყო, როგორც წესი, ჩვენ რაღაცნაირად ნაკლოვანებებზე ორიენტირებული ადამიანი მუდმივად მიისწრაფის გაუმჯობესებისკენ და გაუმჯობესებამდე რა თქმა უნდა ჯერ უნდა გადავრჩე იმისთვის, რომ განვითარდე. და ის ევოლუციურად ჩვენ რაღაცნაირად პირობითად ის ემოციები, რომლებიც ძალიან არ მოგწონს, სინამდვილეში სწორედ ის ემოციებია, რომლებიც დაგვეხმარა ჰომო საპიენს, რომ დღემდე მოვსულიყავით და შიში, ბრაზი, იგივე ის ემოციები, რომლებსაც დღეს რაღაცნაირად ცუდ ემოციებად მოვიხსენიებ, ცულაც არ არის ცუდი, იმიტომ რომ მათი დამსახურებაა ზუსტად ჩვენი, ასე ვთქვათ, ჰომო საპიენსის გადარჩენა. კი ბატონო. მოდი ახლა ცოტა აქეთ გადმოვინაცვლოთ. დიდწილად წარმატება და ეს უკვე თანამედროვე ეპოქასაც გულისხმობს. ეფუძნება აღიარების განცდასაც, ხო? ასე შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის წარმატებაც ძალიან იშვიათი, როდესაც ადამიანი არსებობს კი არ ვიცი, მაგრამ თვითკმარად იწოდება და საკუთარ თავს შეიძლება წარმატებულად მიიჩნევდეს საკუთარ თავშივე ვთქვათ რაღაცის მიღწევით. მაგრამ ზოგადად ძალიან დაფუძნებულია აღიარებაზე, ხო? სხვისი შეფასების ნაწილი არის გამსაზღვრელი იმისა, შენ წარმატებულად შეიძლება მიგიჩნიონ თუ არ მიგიჩნიონ. ეს ამბავი თანამედროვე ეპოქაში უკვე აი რომ გამოვცდეთ ამ გადარჩენის ამბებსაც, სხვა დანარჩენ ვთქვათ პირველად საჭიროებებს როგორ ითარგმნება? ძალიან სწორი აქცენტია, გიორგი. წარმატება არის სოციუმთან მიბმული. ცალსახად, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი სოციალური არსებაა. და აი თვითონ ჰომო საპიენს მოკლედ ის გამოარჩევს ცხოველთა სხვა სახეობებისგან ზოგადად, რომ არის სოციალური არსება. აქედან გამომდინარე ზუსტად აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატების ფენომენში. თუ მაგალითად ბედნიერებაზე ვსაუბრობთ, ამაზე ძალიან ხშირად მისაუბრია. ბედნიერება უკიდურესად შინაგანი მდგომარეობაა და საერთოდ არ არის მიბმული გარე აღიარებაზე და არც რაღაცა
სტატუსზე და არც რაღაცა შედეგებზე. მე შეიძლება, რა ვიცი, სულ მომყავს ხოლმე უფლისწულის დამათხოვარის მაგალითი, რომ მე შეიძლება, რა ვიცი, მიწისქვეშა გადასახლოში ვცხოვრობდე და უფრო ბედნიერი ვიყო, ვიდრე ვიღაც სასახლეში. და ეს მოკლედ უკიდურესად შინაგანი მდგომარეობაა, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ წარმატებაზე, წარმატება ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ერთი-ორი ადამიანი მაინც უნდა ადასტურებდეს იმას, რომ მე მოკლედ წარმატებული ვარ და პირობითად არ ვიცი, მწერალიც რომ ვიყო და წიგნს რომ წერდე დღეში, ჩემი წარმატებისთვის მე მჭირდება ურთიერთობა სოციუმთან, ანუ ეს წიგნი უნდა მივიდეს ადამიანებამდე და რაც მეტ ადამიანამდე მივა, მით, ასე ვთქვათ, უკეთესი ჩემი წარმატება მით უკეთესად ითარგმნება, ხო, შედეგებში, ასე ვთქვათ. ამიტომ კი ეს წარმატების დაფუძნებლობა აღიარებაზე არის განპირობებული იმით, რომ ადამიანი არის სოციალური არსება უბრალოდ და სოციუმის გარეშე გადარჩენაზე ვსაუბრობდით ჩვენ და ფიზიოლოგიურადაც კი ვერ გადარჩება ადამიანი სოციუმის გარეშე, იმდენად რამდენადაც ის არის სოციალური არსება. ხო, მაგ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა ამბებიც დავძებნოთ, რომ რეალურად ეს წარმატება და ადამიანთა მიერ აღიარება არ გულისხმობს მხოლოდ თქვათ ამჟამინდელ ემპირიულ ყოფაში ვთქვათ შენს რაღაცნაირ ვთქვათ დიდებას ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა ალბათ არის ფორმულა იმის რომ წარმატება შეიძლება იყოს უკვდავების ერთადერთი დადასტურებული ფორმა რწმენით ნაწილს არ ვეხები ბუნებრივია ეს ადამიანის პერსონალური ამბავია ნუ შენ იცი რომ თუ ვთქვათ დიდ წარმატებას მიაღწევ არარეფლექსიურად მაგრამ მაინც სულ მოიხსენიებენ ხო ეს ნაწილი შეიძლება ხო მე როგორც ვთქვათ მერანშია ეს ამბავი. დღეს რა არის წარმატების ძირითადი ნიშნები? აი თანამედროვე ადამიანი რითი ითვლება წარმატებულად? ალბათ რაღაცეები დაემთხვევა ძველსაც, მაგრამ თანამედროვე ეპოქა რას გვთავაზობს ამ ხრე? თანამედროვე ეპოქა არის ბევრად ორიენტირებული ჩვენს შინაგან კმაყოფილებაზე. რაც მაგალითად წარმატებას დღეს განიხილავს ესე, რომ როცა ადამიანი აკეთებს საქმეს, რომელიც უყვარს, აკეთებს საქმეს, რომელიც კარგად გამოსდის და აღწევს შედეგებს, რაც მისთვისაც და სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია. ო, რა არის შედეგი? ფული? ეს საბოლოო ჯამში რა შედეგებში ითარგმნება, ბევრნაირი შეიძლება იყოს. აი ამ კონცეფციით ეხლა რაზეც მე ვსაუბრობ, აი იკიგაიზე ძალიან ბევრი გვსმენია, ხო, წიგნიც არის ქართულ ენაზე ნათარგმნი, რაღაცნაირად ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო, რომელიც რაღაც იაპონური კონცეფციაა და ზუსტად იმ წერტილის პოვნას გულისხმობს, სადაც ეს ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც კარგად გამომდის და შედეგები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, სადღაც ერთ წერტილში იკვეთება. აი რას ნიშნავს ეს, რომ მაგალითად მე შეიძლება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს, რომ არ ვიცი, პირობითად სამართლიანობა იყოს რა, ჩემს ირგვლივ და მე ჩემი საყვარელი საქმე, აი აქედან, აი ამ ღირებულებაზე დაფუძნებით მოვუწებ, ნუ რა შეიძლება ვაკეთო, რომ მაგალითად სამყაროში სამართლიანობა გამრავლდეს, ხო? მაგრამ ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რაც შენ გინდა, სამყარო ხო არ გთავაზობს რაღაც მოდელებს, რომელსაც შენ თვითონ უნდა მოერგო. კი, სამყაროც გთავაზობს მოდელებს, მაგრამ შენც იმ ფორმით აწვდი და უშუალოდ აი ამ მოდელებს შენი საქმის, ასე ვთქვათ, შენი ენერგიის კონტრიბუციას იმ ფორმით ახდენ, რა ფორმითაც შენთვის არის მნიშვნელოვანი. აქ მოკეთ როცა ვსაუბრობთ რაზე იცი, რომ მე შეიძლება მოვიდეს რაღაც დაკვეთა საზოგადოებიდან, აი რა არის წარმატება, ხო? აი მაგალითად ამ სოციუმში წარმატებას როგორ მივახციო. და თუ ამას მოვერგები, შეიძლება რაღაცა შედეგები მქონდეს, ფინანსურიც, რაღაც სტატუსიც მქონდეს, მაგრამ შინაგანი კმაყოფილება ჩემი არ იყოს ისეთი, როგორც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად მდგრადი აღარ არის ეს წარმატება. ანუ მე ვერ ვგზნობ თავს, შეიძლება სხვები ტარს მიკრავენ, რაღაც ჩემი შედეგებით მოხიბლულები არიან, მაგრამ მე შინაგანად თავს კარგად არ ვგზნობ და აი თანამედროვე ეპოქა ამ ზოგადად ეს ჩვენი ასე ვთქვათ პიროვნული განვითარება ამ მიმართულებით მიდის, რომ მეც უნდა ვიგზნო ამ პროცესში თავი კარგად, იმისთვის რომ ეს ჩემი შედეგები იყოს მდგრადი. იმიტომ რომ სადღაც მე ჩამოიშლება ეს მხოლოდ გარე ეტაჟზე აგებული წარმატება და არც ფული და აღარ ჩემი სტატუსი აღარ იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემი შინაგანი კმაყოფილება არ არის, არ მოაქვს მხოლოდ გარე შედეგებს. მესმის. სამართლიანობა ახსენეთ თქვენ და ეგ ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია
ამ ალგორითმის გიორგობის თვე რო გავიხსენოთ ოტარიოსელიანის ხო იქ წარმატება ვერ დაეფუძნა სამართლიანობის პრინციპს და ადამიანი იძულებული გახდა რომ იგივე მოდელით ემოქმედა რასაც თავაზობდა თემი ხო საზოგადოება და ამ თვალსაზრისით ეს კონფლიქტი გადალახვადი არის დღეს ანუ რომ შენ მიაღწიო საკუთარ თავთან ჰარმონიას იმასთან თქვათ მიმართებით რას გთავაზობს ირგვლივ სამყარო აი თქვენ როდესაც ელაპარაკებით ადამიანებს თქვენ მსმენელებს რა გამოსავალს თავაზობთ ეს რაღაცნაირი მარადიული კონფლიქტია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის, რა ქვია, დაძლევადია, რა თქმა უნდა, გადალახვადია, უბრალოდ გაცილებით უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, რა ვიცი, თემისგან განდგომას, რა შედეგები მოაქვს ლიტერატურიდან ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, ხო ამის. თუმცა რეალურად თანამედროვე ეპოქა სწორედ ინდივიდუალიზაციის ეპოქაა რა, კოლექტიური ცნობიერებისგან გამოყოფის და ინდივიდუალური ცნობიერების ფორმირების ეპოქაა და ამ ეპოქაში გაცილებით მარტივია შენი ინდივიდუალური წარმატება შექმნა, ვიდრე დავუშვათ წარსულ ეპოქებში, იმიტომ რომ ევოლუციურად ჩვენ ხო ვითარდებით და ევოლუციურად თემიდან გამოყოფა და რაღაცა ინდივიდუალური პრიორიტეტების და ღირებულებების წამოწევა ამ ეპოქაში გაცილებით მარტივია ვიდრე წარსულში. თქვათ გზებზეც ვილაპარაკოთ, ხო წარმატების ერთი მოდელი შეიძლება იყოს ცნობილი კლასიკური გამონათქვამი მიზანი ამართლებს საშუალებას, ხო? რომელსაც ჩვენ შეიძლება ესე ემოციურად, მორალურად არ დავეთანხმოთ, მაგრამ არის ჩვენ ცხოვრების გარდაუვალი ნაწილი და ვიღაცეების აუცილებელი. თქვენ როგორ ხედავთ ამ ამბავს, სად გადის აი მორალურობის ზღვარი წარმატებასთან დაკავშირებით? მადლობა მიზნებთან მიმართებაში ძალიან ბევრს მუშაობ და კი, დორცლადაც შეგიძლიათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი ტვინი ნეირომეცნიერები ყოველ შემთხვევაში ესე მოიხსენიებენ. მას არის მიზნის მაძიებელი ორგანიზმი, goal seeking organism, ესე უწოდებენ მას და ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია ტვინს, თუ მას სწორად მიაწოდებ მიზანს. თუმცა აი ეს მიზანი ამართლებს საშუალებას, ამ პრინციპს ტვინი არ პასუხობს. იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს, ტვინს სჭირდება სამი, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი. ერთი, რომ სიცხადე ქონდეს, ანუ ზუსტად იცოდეს რა გინდა, მიზანი რა არის, იყოს ძალიან კონკრეტული, ძალიან ცხადი და ასე შემდეგ, ბევრი პარამეტრია და ეხა ამაზე აღარ ვილაპარაკებ. მეორე, რომ ეს იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი, ანუ ჩემს ღირებულებასთან იყოს მოკლედ ძალიან კარგად თანხვედრაში და ამის მნიშვნელობა იყოს მაღალი და მესამე, რომელიც გამორიცხავს აი იმას, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, იმისთვის, რომ ტვინმა მიაღწიოს მიზანს, ანუ მოგცეს რა რესურსი იმისთვის, რომ შენი მოქმედო მიზანი აუცილებლად უნდა იყოს ეკოლოგიური. ანუ ის არ უნდა გაზიანებდეს არც შენ და არც სხვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები არაეკოლოგიურ მიზნებს ვერ აღწევენ. ხო, უბრალოდ როგორც ესე არაეკოლოგიურად მოქმედებენ, თქვენ გულისხმობთ ალბათ იმას, რომ შენ მერე იგრძნო ჰარმონიულად თავი ამ მიზნის მიღწევისას. კი, ამან მართლა წარმატება, ნამდვილი, მე ესე ვამბობ ხოლმე, რა ხა წარმატებას ალბათ ეს როგორც რაღაც სიტყვებს ისინი დაემატა ხოლმე წინ ეპითეტები ამ წარმატებასაც ალბათ არ ჭირდება, მაგრამ მე ვამატებ ხოლმე ნამდვილ წარმატებას, მე რასაც ვეძახი და რაზეც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ეს არის ის, რომ მე რაც მიყვარს, რაც კარგად გამომდის და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და გარემოსთვისაც სასარგებლო, აი ამის ასე ვთქვათ, განხორციელება არის წარმატება, მაშინ მიზანი აუცილებლად უნდა იყოს ეკოლოგიური. რომ იმან ჩემთვისაც და სხვაებისაც რაღაცა სასარგებლო შექმნას. მინიმუმ არ დააზიანოს. და თვითონ აი ადამიანები, რომლებიც თქვენ ხვდებიან, რას ითხოვენ თქვენგან? ანუ რა ფორმულას ითხოვენ? თქვენ ჯადოსნური ჯოხი არ გაქვთ, რომ ესე რაღაც დაადოთ და მე გავიდნენ წარმატებულებად იქცნენ, მაგრამ რაღაცნაირად სიტყვა ჯადოსნური ჯოხიც არის მეორე აზრით. ადამიანებს როგორც წესი ზაფორმულები ხო არ მუშაობს და არ არსებობს. რაღაცა შეიძლება ესეთი დაუშვათ პრინციპები იყოს, ხო, იგივე მიზნის მისაღწევად, რომ სიცხადე მნიშვნელობა და ეკოლოგიურობა გვჭირდება და ასე შემდეგ. თუმცა ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური პოტენციალი, ხო, თუ ისე შევხედავთ ცოტა რაღაცნაირად ტრანსცენდენტულად, ყველა ადამიანი მოდის რაღაცა თავისი რესურსით. და თავის რაღაცა უნიკალურობით, ხო? თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ყველა ადამიანს გვაქვს თითის უნიკალური ანაბეჭდი, ზუსტად ესეთი შინაგანი ანაბეჭდით მოვდივართ ყველა. შესაბამისად, აი ამ თავისი უნიკალურობის პოვნის, აი ამ პოტენციალის, დავუშვათ, რეალიზების საშუალება ყველა სხვადასხვანაირი აქვს. ძირითადი მუშაობა ჩემი ინდივიდებთანაც და ორგანიზაციებთან არის აი ამ პოტენციალის აღმოჩენა, თვითონ ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს ეს პოტენციალი, იმის განსაზღვრა რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე ძალიან პატარა ნაბიჯებით აი ამის გადმოტანა და აი წეღარაზეც ვისაუბრეთ ტვინის
მიზანთან მიმართებაში, სიცხადეზე და მნიშვნელოვნებაზე. ეს პასუხობს ზუსტად აი იმ კითხვასაც როგორ. იმიტომ რომ რატომ მინდა რომ მაგალითად მიზანი იყოს ცხადი, იმიტომ რომ გონებაში, ასე ვთქვათ, twins კონდეს პროგრამა. სად მივდივართ, როგორ სამყაროს ვქნით, თუ როგორ ცხოვრობთ, როგორ სამყაროს ვქნით ჩვენს მიკრო, ასე ვთქვათ, ირგვლივ, ხო? არა შეიძლება რაღაცა გლობალურად, ჩვენს ირგვლივ. ეს სიცხადე ჭირდება twins, იმიტომ რომ twin-ი არის პროგრამებზე, ასე ვთქვათ, პროგრამებს აძლევს, ხო, ადამიანს და მეორე მნიშვნელოვნება, რომ მე მქონდეს რესურსი, რომ ხო, ეს სურათი რომ დავინახე, საით მივდივარ, ხო, უნდა ვიმოძრავ ნაბიჯები, ხო, უნდა გადავდგა, სულ ამბობ ხოლმე, რომ ჩვენ ჯერ იმ ცნობიერებაზე არა ვართ, რომ ასე ვთქვათ, წყალი ღვინოდ გადავაქციოთ, ხო? ანუ ჩვენ გვჭირდება ქმედებები იმისთვის, რომ ჩვენ ცხოვრებაში შედეგები დადგეს და აი ამ ქმედებების რესურსს მე მაძლევს მნიშვნელობა, თუ გრძნობრო ეს რაღაც, ის სურათი რაც დავინახე, ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია, მაშინ სხეულებრივი ენერგიაც მაქვს, რომ ამისკენ ნაბიჯები გადავდგა. ცოდნაც ხო გჭირდება? კი, რა თქმა უნდა, ცოდნა და უნარები და შეიძლება მე ჯერ არ მქონდეს მაგალითად რაღაცა დავინახო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და რაც ჩემთვის თავშოთ ეს მინდა, ხო, ჩემ ცხოვრებაში რომ შევქმნა. მაგრამ თუ დროის ლოგიკურ ჩარჩოს შევქმნი, აი ამ დროში ჩემთვის შესაძლებელი უნდა იყოს ამ ცოდნის და უნარების შეძენაც. იცით რა არის ეგ რაც თქვენ თქვით, რა თქმა უნდა ასეა. და ყველა ადამიანი არის ამ თვალსაზრისით უკიდურესად ინდივიდუალური, ნიუანსური აზრით, მაგრამ ალბათ მე უბრალოდ მინდა რომ ეპოქა დავინახოთ და ეპოქის მოთხოვნები მაინც თანამედროვე ადამიანი რას ითხოვს წარმატების, რა არის მისთვის წარმატება. აი ადამიანები მოვიდნენ და გეუბნებიან რომ მე მინდა საკუთარ პროფესიაში გავხდე გამორჩეული და თითის საჩვენებელი, თუ მე მინდა რომ უბრალოდ ბევრი ფული მქონდეს, არ ვიყო მაინდა-მაინც საჯარო, არავინ არ მომჩნევდეს და ეს მაგმა ყოფილებს. მე მინდა რომ აი კონკრეტულმა ადამიანმა შემამჩნიოს და მხოლოდ მისი აღიარება არის მნიშვნელოვანი და არა მასების. აი უფრო რა მიდრეკილებები აქვს თანამედროვე სამყარო, სადაც აი სოციალური ქსელი თავის ძალიან დიდ როლსაც თამაშობს, ხო, თავის მხრივ, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს არასელექციური ასპარესი. ხო, მოთხოვნები ძალიან ინდივიდუალურია. უბრალოდ რეალურად აი ამ თანამედროვე ეპოქაში ყველაზე დეფიციტური რაც არის და ყველაზე დიდი მოთხოვნა რაც არის, ეს არის ადამიანებს აქვთ მოთხოვნება რაღაცნაირი შინაგანი სიმშვიდის, შინაგანი საყრდენის პოვნის, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ამ სიმშვიდე იქსაც წარმატების პოსტულადადაც. კი, იმიტომ რომ ხო, ესეთი გარე საყრდენები აღარ არის. იმდენად სწრაფისულებების ეპოქაში ვცხოვრობთ, იმდენად ყოველდღიურად ახალ რეალობაში ვიღვიძებთ და დღის განმავლობაში კიდე რეალობა იმდენჯერ იცვლება, რომ გარე საყრდენები რაღაცნაირად აღარ არსებობს თითქოს, ხო? აი რაღაც მუდმივად ხელიდან გვეცლება. ის რაღაცა ძველი სტაბილურობის განცდა არავის აღარ აქვს. შესაბამისად, აი ამ ქაოტურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შინაგანი საყრდენი შექმნას ადამიანმა და კონდეს შინაგანი სიმშვიდე. ძირითადი მოთხოვნა არის ამაზე და მე ვისთვის რა არის ეს შინაგანი სიმშვიდე, ბევრი ფული თუ ვიღაც კონკრეტული ადამიანის აღიარება თუ რაღაცა ჯგუფის აღიარება, ეს მე ძალიან ესეთი ის არის რა ქვია. ხო და მაინც რისკენ მიისწრაფვის უფრო თანამედროვე ადამიანი. ანუ ფულის ჰომოფაბერი რო დავარქვათ, ხო, ამ ყველაფერს როგორც ერთი უკვე ძველი წიგნის სათაურშია. ანუ რისკენ მიისწრაფვის, რა უნდა მას? რეალურად ეს სიმშვიდის მიღმა, ეს სიმშვიდე რომ რაღაცას კარნახობს, თქვათ, ბევრ ფულს, წარმატებას, აი ის რა არის ამ სიმშვიდის ზურგში? ხო, სიმშვიდის ზურგში არის ბევრი განზომილება და მათ შორის მატერიალური კეთილდღეობაც. რაღაცნაირად ძველ ეპოქაში ამ მატერიალურ კეთილდღეობაზე, ფულზე, სიმდიდრეზე, რაღაცებზე საჯაროდ საუბარი, ეს რო გვინდა ამაზე საუბარი, თითქოს რაღაც ის იყო სათაკილო. და დღეს ადამიანები თამამად აღიარებენ, რომ ჩვენ ვართ მატერიალური არსები და მატერიალურ სამყაროში მატერიალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, მათ შორის ფულით, სიმდიდრეც. უბრალოდ მთავარია, რომ ეს არ იყოს რაღაცნაირად, ანუ ჩვენ გავაცნობიეროთ, რომ ცუდი არაფერი არ არის იმაში, თუ მდიდრები ვიქნებით და ბევრი ფული გვექნება. მთავარია, რომ ეს რაღაცა მიზანი ამართლებს საშუალებით კი არა, ეკოლოგიური გზით იყოს ეს ყველა შექმნილი ჩვენს ცხოვრებაში. ანუ თანამედროვე ეპოქამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ეკოლოგიური მიზნების რეალიზებითაც ჩვენ ვიყოთ მდიდრები. კი ბატონო, ხო, შეიძლება ზოგადი აზრით სადავო ამბავი იყოს სოციუმის ამჟამინდელი ჯერჯერობით არსებული მოწყობის გამო, მაგრამ სასურველი ნამდვილად არის. სასურველი ნამდვილად არის. კი ბატონო. რაც შეეხება ბედნიერებას. თქვენ საინტერესო რაღაც თქვით და ცხადი რომ ბედნიერება შეიძლება არ იყოს, შეიძლება კი არა დიდწილად არც არის მიბმული წარმატებასთან, იმიტომ ჩვენ ბევრი ადამიანი გვინახავს,
სოციალურად წარმატებული და შინაგანად უბედური და პირიქითაც, ხო? სხვა ტიპის სოციუმებში ეს იოლად იგრძნობა სხვა ტიპის სუბკულტურებში და საზოგადოებებში. რა ჭირდება ბედნიერებას? ეს არის ძალიან საინტერესო. თქვენი დაკვირვებით, როგორც ადამიანის და როგორც სპეციალისტისაც ბუნებრივია, ჭირდება შემჩნევა, ვარჯიში, განვითარება თუ უბრალოდ ესე მოგენიჭება და ხარ და არის? ხო, ბედნიერება არის მდგომარეობა, როცა ის რაც მაქვს არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის რაც არ მაქვს. ძალიან საინტერესოა. თუ გავშალოთ კიდევ უფრო? ხო, ანუ როცა მე გამომდის, დავინახო ყველაფერი და დავაფასო ყველაფერი რაც მაქვს. როგორც წესი ადამიანებს გვჩვევია, რომ რაც არ გვაქვს, ის გავხადოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და აი იმ რაღაცა რაც არ გვაქვს იმის დევნაში, დავკარგოთ ის რაც გვაქვს. აი ძალიან მარტივი რაღაცეები, რაც თითქოს თავისთავად გგონია, მაგრამ რეალურად ძალიან ადამიანი ხო სულ იმისკენ მიისწრაფვის, რაც მასთან არ არის. ან სადაც არ არის. სადაც არ არის, იქ უნდა და იქ გონია, რომ არის ბედნიერება და აი ბედნიერება მეტწილად არის აი აქ და ამჟამად ამ მომენტში ყოფნის შესაძლებლობა, სადაც ის რაც მაქვს ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იმას, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, რომ რაც არ მაქვს ის მინდოდეს და იმისკენ მივისწრაფოდე. უბრალოდ მდგომარეობა, სადაც მე რაც მაქვს, ამას ვაფასებ და ამას აი ყოველ წამში, ასე ვთქვათ, მართლა ვარ, აი ამ წამში ჩემი ყოფნა არ არის მაგალითად რაღაცა როგორც წესი, როგორც შენ თქვი, დარდი რაღაცა წარსულის გამო, რომ ნეტა ესე რატო არ ვქენი, ან შფოთვა მომავლის გამო, რომ როგორ იქნება მომავალში, აი აქ და ამჟამად ამ წამში არსებული სიმშვიდე ჩემთვის არის შეგრძნების დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა დადგეს და აი, როდესაც ადამიანი მოდის და გეუბნება, რომ მე მინდა რომ ამას მივაღწიო, თქვენ ეუბნებით ამ სქემას, მაგრამ როგორ უნდა გაყვეს ამას? უბრალოდ ცოდნით, რაღაც ტიპის თქვათ კონკრეტული თქვათ მიმართებებით, თქვათ სიმშვიდის მოპოვებასთან ხო ვიღაცა მედიტაციას ცდილობს, ვიღაცა ფსიქოთერაპევტთან მიდის, ვიღაცა განმარტოებას ცდილობს, ვიღაცა რაღაცას უნდა ჩამოშორდეს აუცილებლად, რომ ეს გააკეთოს. აი აქ როგორ იქცევით ხოლმე, თქვათ როგორც აი ესეთი საჯარო ფსიქოკონსულტანტი, რომელთანაც მოდიან ადამიანები გეუბნებიან, რომ მინდა რომ ვიპოვო ბედნიერება, ხო? რაღაცა განსაკუთრებული სირთულე არ აქვს იმ წამს ხა ეს მესმის რომ თუ რაღაცა დაატყდა თავს იქ ხა თქვენ გაგიჭირდებათ გამოსავლის პოვნა ზოგადი აზრით და ნუ აი რას მიმართავთ საით მიყავთ ეს ადამიანები საერთოდ მუშაობა აი რასაც პიროვნულ განვითარებას ჩვენ ვეძახით და სადღაც აი ეს სამუშაო პროცესი იწყება ერთი ძალიან მარტივი ასე ვთქვათ ცნობიერების გაფართოებით სადაც ადამიანი აცნობიერებს რომ ის არ არის გარემოების მსხვერპლი პირველი წესი პრინციპში ეს ჩემი ის არ არის ფრომიც სულ პასუხისმგებლობაზე საუბრობ და პასუხისმგებლობის წესი გულისხმობს იმას რომ მე დავინახო რომ ნებისმიერ ობიექტურ რეალობაში მე მაქვს სუბიექტური არჩევანის შესაძლებლობა და იდეაში ადამიანი იმითაც განსხვავდები, ხო? ცხოველთა სამყაროსგან რომ მე შემიძლია ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების მართვა. თუ მე ვაცნობიერებ, რომ სასურველი შედეგებისთვის ნებისმიერ ობიექტურ რეალობაში ჩემი კონტროლის ზონაში არის ჩემი არჩევანი, ანუ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება რაღაცა პროცესებზე, აი ეს პასუხისმგებლობის მდგომარეობა და ეს ცნობიერება არ ამსხვერპლის, არამედ ერთგვარი თანაშემოქმედის, ხო? აი ამ თანაშემოქმედის ცნობიერებიდან მერე გაცილებით მარტივია, აი იმ ყველა რაღაცა ნაბიჯის გადადგმა თუ რაღაცა ჩემი აქ და ამჟამად მდგომარეობის გაცნობიერებაც და იმის გაცნობიერებაც საით შეიძლება წავიდე, რომ ასე ვთქვათ, განვითარდა და თან სადღაც აი ამ მომენტში, სადაც მე ვაცნობიერებ, რომ თანაშემოქმედი ვარ და არ ვარ მსხვერპლი, ანუ რაღაც მსხვერპლის ცნობიერებიდან გამოვედი უკვე და თანაშემოქმედის ცნობიერებაში გადავედი, მოდის ესეთი შინაგანი განცდა, რომ ანუ გადარჩენისთვის ბრძოლა აღარ მჭირდება, ანუ გადავრჩი. და აი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სადაც მე გავაცნობიერებ უკვე გადავრჩი, ავტომატურად მაგდებს იმ მდგომარეობაში, რომ ხა შემიძლია განვითარდე. და სულ ამბობ ხოლმე, აი ძალიან ხშირად ჩვენს ლექსიკაში სიტყვებიც კი ძალიან ცulis ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, განვითარებას და აი ადამიანი თუ მოდის და ამბობს, რომ მე მინდა რომ გამოვასწორო რაღაცა
ანუ რას ნიშნავს, რომ ესე იგი მე არ ვარ საკმარისად კარგი, ხო, რაღაცების და მე ხო თითქოს და მეორე ვარიანტია, რომ ადამიანი მოდის და ამბობს, რომ მე მინდა რომ რაღაცები გავაუმჯობესო. და ორი სხვადასხვა ფოკუსია, სანამ მე ვცდილობ რომ რაღაცები გამოვასწორო, მე სადღაც ნაკლოვანების მდგომარეობიდან გადარჩენის რეჟიმიდან ვმოქმედებ და რაღაცა ვიცი რომ არ ვარ საკმარისად კარგი და აი რაღაცა ბრძოლის რეჟიმში ვარ და იქ სადაც ვამბობ რომ მე მინდა რაღაცები გავაუმჯობესო, მე ვიღებ აი ამ რეალობას ისეც როგორიც არის, ამ ობიექტურ რეალობას და ვამბობ რომ ოკეი, აი ეს არის ხა. ანუ ენობრივი ზეწოლა ტვინის სტრუქტურაზე ამ თვალსაზრისით გავლენას ახდენს. ტვინის მუშაობის რეჟიმს ცვლის და ამას გულისხმობ. და შესაბამისად შეიძლება ვთქვათ წინასწარ განწყობებმა, რომელიც ენაში უნებრივია გადმოითარგმნება ადამიანს ხელშეუშალოს წარმატებაში. კი. და ამ თვალსაზრისით შეიძლება ფატალურიც იყოს ხშირ შემთხვევაში, ხო? კი, იმიტომ რომ აი სულ თუ მე უნდა გამოვასწორო, რაც არ უნდა ვაკეთო სულ თუ ამ გამოსწორებას, მაგრამ არასდროს არ გავხდი საკმარისად კარგი. შინაგანი მდგომარეობა რო გადავრჩი, არ მოვიდა და სულ არ ომში. პრინციპში საკუთარ თავთან. აი რაღაც თქვა წარმატების გზაზეც ხა ერთი ადამიანი თუ ამბობს რომ მე აქედან აქამდე რომ მივიდე, უნდა დღევანდელი რაღაც ნახევრად თქვა ესეთი ჟარგონული სიტყვა რო გამოვიყენოთ, უნდა გავწურო და გავძრე და მეორე ამბობს რომ აი დიდი თამამი ნაბიჯებით მივალ. ხო, ძალიან დიდი. მეორეს უფრო დიდი შანსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სტარტი ერთნაირი კონდეთ და მოგრძალებულიც. კი, იმიტომ რომ რესურსები სხეულს სხვადასხვანაირი ეძლევა. იგივე ეხება მათ შორის აი კოუჩინგში ძალიან გავრცელებული რაც არის პრობლემას რომ გამოწვევას ვეწახით, ხო? რაღაცა თუ ამბობ რომ პრობლემა მაქვს, აი პრობლემა უკვე ჩემში ისეთ რესურსს აღვიძებს, რომ რაღაცა ცუდად ვარ რა. და თუ ამბობ რომ ეს არის გამოწვევა, უკვე რაღაცნაირად შესაძლებლობებს ვხედავ და არა რაღაცა კედელი აღარ არის. კედელი აღარ არის და დავინახე რომ აქ რაღაცა შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს და ზუსტად იგივე არის ხოლმე რომ რატომ დამემართა ეს თუ რატომ მემართება თუ რისთვის ანუ რატომს კითხვას თუ ვსვავ რაღაცა დანაშაულში მივდივარ ხო ეს რატო დამემართა ეს როგორ გავაკეთე და აი რისთვის უკვე რაღაცა გაკვეთილის და ახალი შესაძლებლობების დანახვის რატომ არის რაღაც რეგრესული და ხო რაღაცა უკან მივყავარ და დანაშაულში მოვდივარ და აი რისთვის შეიძლება რაღაც ახალი გამოცდილება შეცდომებზე სწავლის და რაღაცა ძველი გაუმჯობესების და იდეომები რო გამოვიყენოთ თქვა ხო ეს საინტერესო ნაწილია რა თქმა უნდა. მოდი დაუბრუნდეთ მიზანი ამართლებს საშუალებას, ოღონდ დაუბრუნდეთ ადამიანის განვითარების საწყის ეტაპზე. მე მესმის რომ თქვენ შეიძლება ვთქვათ პრაქტიკები არ გქონდეთ უშუალოდ ბავშვებთან მუშაობის, მაგრამ მშობლებთან მუშაობის აუცილებლად გექნებათ. კი ბატონო, შვენიერი. მაგრამ ნუ ეს ცოტა ადრიდან იწყება რეალურად, როდესაც ბავშვი ხო უკვე საბავშვო ბაღში მიდის, სოციალიზდება, მოკლედ. მშობელი ხშირ შემთხვევაში მას აძლევს, შეიძლება საკუთარი გამოცდილების, შეიძლება საკუთარი გამოუცდელობითაც და რაღაცა მკაცრი რეალობების კარნახით შეძლების დაგვარა და ესეთ ოდნავ უხეში ინსტრუქციებს რომ კი არ დაუთმო, თქვათ კი არაბით მაქსიმალურად გაიტანე შენი, ხო? ნუ მგელი უნდა იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ამას თავისი ლოგიკა არგუმენტები აქვს და მესმის, თქვათ, რატომაც ეუბნება ის ამას, მაგრამ რამდენად სწორია ეს და რამდენად არ აყალიბებს მე თუ აყალიბებს ადამიანს იმად, რაზეც თქვენ თვითონ, თქვათ, თქვენს პასუხებში ვარი თქვით და თქვით რომ ეკოლოგიური გზა არის გაცილებით უფრო უმჯობესი. ხო, რა თქმა უნდა, ესეთი ფორმულირებით და აი ესეთი დირექტივები, რომელიც მშობლებისგან ხშირად მართლა კეთილი განზრახვით არის ხოლმე, ისეთ რწმენა წარმოდგენებს ქმნის ბავშვის ტვინში, რომელიც მე მთელი მისი ცხოვრების სტრატეგია შეიძლება იქცეს, მაგალითად აი მაგის უკან, ხო? შეიძლება იდგეს, რომ ამ ბავშვმა დაიჯეროს, რომ ცხოვრება არის ბრძოლა. და მთელი ცხოვრება, მთელი თავისი რესურსი ომში დახარჯოს. ამ დროს სინამდვილეში შეუძლია რომ ჯეროდეს რომ ნუ ცხოვრება რა ვიცი თავგადასავალია ხო და ან ცხოვრება რაღაცა ადამიანები მეგობრულები არიან ხო ადამიანების დობა შეიძლება და მე მთელი ცხოვრება იმას რა ქვია ხალხშორის აინშტაინს აქვს ეგეთი ამბავი მოყოლილი რომ ერთი მთავარი კითხვა რაც შეიძლება ყველას დაუსვათო არისო რისი გჯერაო იმიტომ რომ თუ გჯერა რომ სამყარო არის ბრძოლა მაშინ მთელი ცხოვრება რაღაცა კედლების აშენებას მტრულია სამყარო ამის თუ გჯერა მთელი შენი ცხოვრება შეიძლება კედლების აშენებას მოახმარო და თუ გჯერა რომ ნანგრევას ხო სამყარო არის მეგობრული მაშინ მთელი შენი ცხოვრება ხიდების აშენებას მოახმარო და აი ის რისი გჯერა ეს მეტწილად სულ ბავშვობაში ხდება ამის ჩალაგება და მე რეალურად მართლა ბრძოლა შეიძლება არ იყოს ცხოვრება, მაგრამ მე რახან მჯერა რომ ცხოვრება ბრძოლა, ჩემი ცხოვრებაც ამის დადასტურება ხდება, რომ ცხოვრება მართლა ბრძოლა ხდება.
აი თქვენ რას ურჩევთ ხოლმე? აი თუნდაც 12 წლის, 13 წლის, 14 წლის ბავშვებს, რომელიც ნელ-ნელა უკვე მე თინეიჯერობის ასაკში შედის, ხო? აი რას ურჩევთ? როგორ შეხედონ ცხოვრებას? როგორ შევიდნენ ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში გულისხმობ სოციალური ასპარეზტური ხა ცხოვრობენ მანამდეც. ხო, მე ვარ კატეგორიულობის წინააღმდეგი. ცხოვრება არც ბრძოლა შეიძლება და არც დღესასწაული, ხო? ანუ და არც ეს რადიკალური მიდგომების, ხო, თეთრი და შავი არ არის სამყარო და ცუდი და კარგი. ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ საერთოდ გავმიჯნოთ ადამიანების ქცევა თვითონ ადამიანისგან. ხო, ადამიანის არსი შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ მისი ქცევა იყოს განპირობებული. ამიტომ ის არის, რომ არც აი ძალიან ხშირად ამ პოზიტიურ აზროვნებაზე და პოზიტიურ ემოციებზე და რაღაცებზე რომ საუბრობენ, ამის მიმართ ძალიან ესეთი არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ, რომ მაგალითად პოზიტიური ფსიქოლოგია ნიშნავს, რომ მხოლოდ კარგი უნდა დაინახო და მხოლოდ დადებითი უნდა დაინახო და სინამდვილეში პოზიტიური ფსიქოლოგიის უკან დგას სიტყვა არა პოზიტივი, არამედ პოზიტუმი. პოზიტუმი ნიშნავს მთლიანობას, აქტუალურს და რეალურს. ამიტომ მოზარდებსაც და დასრულებსაც ერთადერთი რჩევა მაქვს ხოლმე მათთან რა, რჩევებს ნაკლებად ვიძლევი, მაგრამ პირობითად თუ ამაზე ვსაუბრობთ, რომ რეალობა დაინახო ისეთი როგორიც არის, ნამდვილი და აქტუალური, არც შავი და თეთრი, არც კარგი და არც ცუდი და ეს ყველაფერი მაინც განპირობებულია და თავისი არსით ყველაფერი ისეთია როგორიც არის, შენ შეგიძლია მხოლოდ შენ შეგიძლია გაიგო რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და აი ამ მნიშვნელოვანი შედეგისთვის როგორ შეგიძლია რომ შენი დამოკიდებულება მართო, იმიტომ რომ შენ ადამიანი ხარ, არჩევანი გაქვს, თორე შენი იმპულსები და ინსტინქტები სულ გეტყვის რომ გაიქეცი შემოარტყე, ანუ პირობითად ეს რაღაცა ხო, მაგრამ შენ ცხოველისგან იმით განსხვავდები რომ შენ შეგიძლია აირჩიო რა თქვა და რა გააკეთო და ეს რამდენად მიგაახლოვებს სასურველ შედეგთან და მაინც მთავარი ყველა ადამიანთან მუშაობაში არის ის გაცნობიერება რომ რა გინდა მოიტანო ამ სამყაროში და შენი საქმიანობით რას ქმნი, აი შენი ყოველდღიური არჩევანებით რას ქმნი. ეს განცდა ადამიანებს აქვთ, როცა მოგმართავენ, ანუ უნდათ მხოლოდ საკუთარ თავის შექმნა, თუ საკუთარი თავის როგორც სხვებისთვისაც რაღაცის შემქმნელის, თქვათ, გამოძერწვა. ხო, განვითარების დონეს გააჩნია, გიორგი, ანუ სადღაც აი ნახე, სულ ვამბობ ხოლმე, რომ პირობითად ჯერ მაგალითად მჭირდება რომ ვიყო ჯანმრთელი, რომ რაღაცნაირად აი რაღაცა პრიორიტეტები, აი მართლა რომ საბაზისო განვითარების რაღაცეები მქონდეს და მე სადღაც შემოდის ის რომ მჭირდება ურთიერთობის, სადღაც მჭირდება ფინანსები, სადღაც მჭირდება ანუ აქ პარალელურად რაღაცა საქმიანობა. ეს მასლოუს ზის გავლენა. ხო, მასლოუს თემაც არის და აი რაღაცა ცხოვრების სფეროება დროში და სადღაც აი ყველაფერი რომ მოდის რეალურად შემდგომი განვითარება არის რომ უკვე სხვისთვის რას ვაკეთებ. ანუ მე რას ვტოვებ ჩემ შემდეგ, ან საზოგადოებაში შეტანილი წვლილი რა არის, კონტრიბუცია რა მაქვს. ეს მოთხოვნილებაა რა ჩვენი, რომ რაღაცნაირად სოციუმისთვის რაღაცა კარგი გავაკეთებ. იმიტომ რომ აღიარებასაც ეფუძნება. იმიტომ რომ აღიარებაც გვჭირდება, კი. და იდეაში მე ძალიან სხვადასხვა ქვეყანაში მიმუშავე და სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებთან და სულ ვამბობ ხოლმე, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა და რომელი კულტურის ადამიანთანაც არ უნდა იმუშაო, სულ ორი რაღაცა ჭირდება ადამიანს, სიყვარული და აღიარება. ეს განმასხვავებელი რა არის? ანუ აი კულტურებს შორის არის მკვეთრი განსხვავებები, სხვა ქვეყანაში ხო მუშაობდით და მომართვის დროს ეს მკვეთრი განსხვავება იყო თუ მართლა მაგორ ძირითად რაღაცას ეფუძნება? ანუ საფუძველი არის, მაგრამ კი, ანუ ნიუანსები რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკაში კლიენტები რომლებიც მოდიან და უშუალოდ ამერიკაში ცხოვრობენ, იმათმა ზუსტად იციან რა უნდათ. და ჩვენთან შეიძლება ადამიანი მოვიდეს და ჯერ ძალიან ბევრი დრო დახარჯოს იმაში, რომ გაერკვეს უბრალოდ რა უნდა. იქ სიცხადე გაცილებით მეტია და წეგან კოუჩების სიმრავლეზე ახსენე და ყველაზე მეტი კოუჩი იცი რომელ ქვეყანაშია? შვეიცარიაში. მე საქართველოში მეგონა. ხო, არა. შვეიცარიაში მიწევს წასვლა ასე რომ ფრთხილად უნდა ვიყოს ბიბლიოთეკას ხსნით ახლა. ხო, რეალურად პროფესიონალი კოუჩები არ არიან საშიშები არიან. ხომრო. ასე რომ ხო, განვითარების და რატო არის სხვათა შორის სულ მიფიქრია მაგას, რომ რატო არის შვეიცარიაში ყველაზე მეტი კოუჩი, იმიტომ რომ კოუჩი ხო ცნობიერების რაღაცა დონიდან იწყება. რეალურად კოუჩინგი იწყება აბსოლუტურად აი ცნობიერების მაგდონეზე, სადაც შენ უკვე იქ მიდიხარ, რომ ლეგასი მემკვიდრეობა გინდა დატოვო რა და რაღაცები გინდა გააკეთო და ამ პროცესში შენი ზრდის ზონას შენ ვეღარ ხედავ და გჭირდება გარედან დახმარება, რომ შენი ზრდის ზონები დაინახო და რაღაცნაირად ამ კონტრიბუცია უფრო კარგად გამოგივიდეს, ანუ სოციუმისთვის სარგებლის მოტანა და ანუ იქ პირდაპირ ამაზე ფიქრით იწყებენ, ანუ რაღაცები მოცემული აქვთ, ის რაც პირველადია და უკვე იწყებენ ფიქრს, რაც დავტოვებ.
და აქ უწევს ადამიანს ფიქრი იმაზე, რომ ჯერ მე რამე შექმნა რაღაც, რომ მე გასაზიარებელი. ობიექტურიც არის ხარ, აქ მას ეს სოციალური რეალობაა და კი, ჯერ მე უნდა გადავრჩიო, რომ მე სხვები გადავარჩინო პირობითად. და აქ სამუშაო ალბათ ამ თვალსაზრისით უფრო მეტია. კი, აქ არის არა მხოლოდ დროითი აზრით, მესმის რომ ფაზა ბევრია გასავლელი, არამედ ემოციური აზრითაც, იმიტომ რომ ის ხო გაცილებით მეტ თქვათ მუშაობას მოითხოვს გადარჩენის ნაწილი. აქ ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ადამიანებთან, რომ გადარჩენის რეჟიმიდან გამოვიდეთ. მე თვითონაც ძალიან ბევრი მიმუშავე ამას და ის განცდა მოვიდეს, რომ უკვე გადავრჩი და ეხლა შემიძლია განვითარდე. ამას ხო, განვითარებადი ქვეყანაც იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით, გადარჩენის რეჟიმში ვართ და განვითარებული ქვეყნების საზოგადოება რომელმაც იცის რომ გადარჩა და უნდა განვითარდეს. თქვენ ძალიან საინტერესო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვით, რაც შეიძლება თავისუფლებასაც მიუსადაგოთ, ბედნიერებასაც, რომელსაც არ ჭირდება მაინდა-მაინც თქვათ რაღაცა საყრდენები, ხო, რიგ შემთხვევებში. მაგრამ რიგი შემთხვევები შეიძლება იგულისხმობდეს იძულებას ამ საყრდენისას. ხა თქვენ რომ თქვათ ადამიანს და ეს გაესაუბროთ, რომელსაც პურის ფული არ აქვს. ან თქვათ შეიძლება ხვალ გაზის და დენის თქვათ გადასახადი ვერ გადაიხადონ და უთხრა რომ აი შენ მიუხედავად ამისა ხო რაღაცნაირად უნდა შექმნა მოდუსი სადაც ბედნიერად იგრძნობ მაინც თავს ეს ხო ძალიან გაჭირდება გულწრფელად რო ვთქვა ტექნიკურად ალბათ შესაძლებელია ხო ვიცით რომ რაღაცა იოგები ტყეში შედან და ვთქვა ხო ერთ ბანანს ჭამენ ორი კვირის ან იმასაც არ ჭამენ ან ბანანი ჭამს იქით ხანდახან მაგრამ ნუ ბედნიერები არიან ხო და ნუ ის არა ქვია ნუ მარა სოციალური ადამიანისთვის რომელიც გამონაკლისების გარეშე უმრავლესობას ვიძახი ცოტა რთულია ეგ და აი რანაირად უნდა აუხსნა ადამიანს ეგ რანაირად უნდა დააჯერო ალბათ ჯობია რომ ის პირველადი რაღაცები მოაგვაროს ხო კი, აუცილებლად, უბრალოდ ნახე, იმისთვის რომ ეს რაღაცეები მოვაგვარო, მე მჭირდება, რომ ჩემი შინაგანი რაღაც რესურსი მჭირდება ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ხო? და სადღაც მართლა მაგ ეტაპზე გამოწვევაც ძალიან ძნელი დასაქმებებია პრობლემისთვის, ახლა გას თუ გიჭრიან და საჭმელი არ ეკოს და ბავშვები, ნუ ეს მდგომარეობა ცალსახად ძალიან რთულია. ხო, მესმის, აი ამ სირთულით რომ მოდის ადამიანი და უცებ შენ რაღაცა ესეთ ღრმა ამბებზე ვეღარ ელაპარაკებენ. კი, თუმცა მაგ მდგომარეობაში თუ დაიჭერ რაღაცას, აი მე სულ ამბობ ხოლმე რა, სადღაც პასუხისმგებლობა ვახსენეთ და არსებობენ ადამიანები, ვინც ვალდებულებებისგან იტანჯებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობისგან ტკბებიან. ანუ ერთი და იგივე შეიძლება იყოს ეს პროცესი. ფული მისაღწევია ძალიან. ხო, თუმცა ნახე აი პირობითად ბავშვებისთვის საჭმელი თუ არ მაქვს, ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტა სასაცილოდაც ჟღერდეს, მაგრამ ანუ ბავშვი რომ ანუ რაღაცას შემიძლია ყველა მომენტში ცხოვრების შეიძლება რაღაცას ჩავეჭიდო, რაც ნუ პასუხისმგებლობა აქციო ტკბობა და ამას ამბობ, რომ ახლა მე წავალ და აუცილებლად ვიშოვი და საკუთარი თავი დააჯერო, რომ ამით აი ამას გაცილებით უფრო ველად დააჯერო არა, ეს შინაგანად მართლა უნდა მოვიდეს, რომ რა მაგარია რომ შვილები მყავს, ვისთვისაც შემიძლია რაღაც ვაკეთო. და არა ის რომ აი მე რა ვიტანჯები რა ამ შვილებისთვის საჭმლის მოპოვით. ორი ტექნიკურადაც ეს გზაჯობს, იმიტომ რომ პანიკა პირიქით გაუარესებს ამბავს და არაფერს არ შეგვძენს, ხო? კი, იქ ცნობიერება ფართოვდება და აი სულ ამბობ ხოლმე, რომ ცხვირწინ რომ ედოს რაღაცა, თუ შფოთვაში ვარ და თუ რაღაცა უბედური ვარ და სულ პრობლემაზე არის ჩემი ცნობიერება მიმართული, იმ შესაძლებლობასაც ვერ ვხედავ, რაც ცხვირწინ არის. მაშინ, როდესაც თუ ამას სულ სხვა მდგომარეობით უყურებ და რაღაცებს ვეჭიდები, რაც დაუშვათ კარგი ჯერ კიდევ არის ჩემ ცხოვრებაში, მაშინ ახალი ანუ ცნობიერება ფართოვდება უბრალოდ, ანუ twin ჩაულებრივად აი ესეთი რეტიკულური აქტივაციის ფილტრი აქვს, რომელიც ჩემ ცნობიერებამდე უშვებს იმას, რაზეც მე ფოკუს ვაკეთებ. იმიტომ რომ რაღაცა რომელი იყო 2007 წლის კვლევა იყო 8 გიგაბაიტის ინფორმაცია ცირკულირებდა სამყაროში. იმის მერე კიდე არ ვიცი ალბათ რაღაც გრანდიოზულ ციფრებზე ავედით, ხო, რა ინფორმაცია ცირკულირებს ჩვენს ირგვლივ. და ჩემი twin-ი არ არის მზად იმისთვის, რომ ეს ყველა ინფორმაცია ჩემამდე მოიტანოს. სამყაროში ანუ ერთი ადამიანის ირგვლივ პოტენციურად 8 გიგაბაიტის. ხო, ეს იყო 2007 წლის კვლევა არის ბოლო და ვიფიქრე მთლიანად და ძალიან მეცოტავა. არა, ხო და ეხლა კიდე გაცილებით მეტი იქნება, ხო? იქიდან 20 წელი გავიდა და შესაბამისად ეს ინფორმაცია ჩემ ცნობიერს არ ჭირდება, ამიტომ არის ესეთი რეტიკულური აქტივაციის ფილტრი ქვია, რომელიც ჩემამდე უშვებს იმ ინფორმაციას, რასაც მე მოვტიკავ, ასე ვთქვათ, იმ ფილტრში და რითი მოვნიშნავ ამას, რა არის, რა უნდა შემოუშვას. ხო, აი ყურადღება ჩემი სადაც არის და თუ ჩემი ყურადღება არის სულ იმაზე რა არ გამომდის, რა უბედურება ხდება ჩემ ცხოვრებაში, ეს მე სულ ამას ვამბობ, რა, როცა ვამბობ, რომ ობიექტური რეალობა არ არის ჩვენი კონტროლის ზონაში და სუბიექტური დამოკიდებული
ხელისუფლება არის ჩვენი არჩევანი, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პირობითად ეს ობიექტური რეალობა ცუდია, ანუ არ არის ხელსაყრელი და არ არის კარგი. უბრალოდ იმით, რომ ეს არ არის ხელსაყრელი, არაფერი არ იცვლება ამის დაუშვათ სულ ამაზე წუწუნით და სულ ამაზე საუბრით. აი იმით, რომ მე რაღაცნაირად ცოტა პროაქტიული გავხდე და აი ამის ნაცვლად რა მინდა ძალიან ხშირად სხვათა შორის ტრენინგებზე საუბრობთ ხოლმე ამაზე და ინდივიდუალურადაც ადამიანები რომ მოდიან, ყველაზე ხშირი კითხვა ხო არის ადამიანს ეკითხები რა გინდა და მის ადამიანების პირველი პასუხი არის რა არ უნდათ. ანუ ძალიან ხშირად ადამიანებს უჭირთ პასუხის გაცემა იმაზე რა უნდათ, რა არ უნდათ, იციან, მაგრამ ამის ნაცვლად რა გინდა? ხო, ამის ვერბალიზაციაც კი უჭირთ, ანუ სიტყვებითაც კი, აი მოვლენ და გეტყვია რომ არ უნდათ ვალები, არ უნდათ ტოქსიკური ურთიერთობები, არ უნდათ რაღაცა ავადმყოფობა. მაშინ როდესაც მე შენ ეკითხები რომ რა გინდა? და ისიც რომ სიტყვით წარმოთქვან რომ უნდათ ფინანსური კეთილდღეობა, ჯანსაღი ურთიერთობა, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. ეს სოციალური წყობის რაკურსით არის განპირობებული. კი, ეს არის გადარჩენის რეჟიმზე მომართული ტვინი, რომელიც სამწუხაროდ უკვე დიდი ხნის ინერციის ნაწილია, რომელიც პირველად თქვა აი ამ კონსტრუქციებს ბადებს ტვინში და ესე. კი, ავტომატურად მოდის ის, რისთვის როგორ გადავრჩე რა. ანუ ისინიც მართლები არიან უბრალოდ. კი, აუცილებლად ყველა ადამიანი, ასე ვთქვათ, მართალია და ყველა ისე იქცევა, როგორც შეუძლია სინამდვილეში. ჩვენ რაღაცნაირად სულ გვინდა ხოლმე, რომ ადამიანებს ხვანაირად მოიქცენ, მაგრამ როგორც რისი რესურსი აქვს რისი რესურსიც აქვთ, ისე იქცევენ, ეს აბსოლუტურად ოკეია. რესურსზე შეგვიძლია გავაგრძელოთ. ადამიანი არის საზღვრის არსებაც მათ შორის, ხო? ნუ ამ თვალსაზრისით მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაცების მონიშნა იმ გზაზე, სადაც ის თქვათ მიდის. აი თუ შეგხვედრიათ კლიენტებს ეძახით ხო თქვენ სფეროში ალბათ უფრო ამაზე დამკვიდრებული ტერმინია პაციენტი, კლიენტი, რა ვიცი, მსმენელი, რომელსაც თქვენ უთხარით რომ მოდი გაჩერდი და მეტი აღარ გინდა. აი თქვათ რაღაც გზაზე მიდის წარმატების და იმის იქით შეიძლება მისთვისაც საშიში იყოს ხო და არ გულისხმობ ამ შემთხვევაში იმ ადამიანს რომელიც სუდის გაკეთებას განიზრახავს ანუ ვიღაცას ახლა დავაზიანებ ამას თავისთავად ეტყვით ან ხო მიზანი ამართლებს საშუალების და ეკოლოგიის ფარგლებში ეგ მესმის უბრალოდ აი მისთვისაც რომ ზედმეტია რაღაც ამ გზაზე და ნუ იმყოფინოს ანუ სამყოფი წარმატება თუ არსებობს ამის კითხვა მინდა ადამიანისთვის. ძალიან კაი კითხვაა, მადლობა გიორგი. მე კლიენტებთან ამ ტიპის ჩარევა არასდროს არ მაქვს, ანუ მე შემიძლია ჩემ მაგალითზე გითხრათ და ზოგადად როგორ მუშაობს ეს, რომ თუ ადამიანი არის ნისი თვითშეფასება არის მიბმული შედეგზე და სულ მუდმივად იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნოს და თავი ღირებულად იგრძნოს ჭირდება შედეგები შეიძლება უსასრულო ასე ვთქვათ შედეგების დევნაში გადაიზარდოს ცხოვრება და ვერასდროს ვერ დავტკბე იმით რაც მივიღე ასე რომ მე თვითონ მიმუშავია და პროგრამებით შემიქმნია მე ადამიანებისთვის მაგისთვის რომ სადღაც შეიძლება გაჩერდე და მიხვდე რომ ანუ ეს ამ შედეგების გარეშეც საკმარისი ხარ და სადღაც შენი ღირებულება საერთოდ არ არის მიბმული ამ შედეგებზე, იმიტომ რომ შედეგებზე მიმოვა ჩვეულებრივი ადიქციის ერთ-ერთი ფორმაა, სადაც ჰორმონალურ დონეზე დოფამინი გჭირდება და სულ მეტი და მეტი შედეგი გჭირდება და სადღაც შეიძლება მხოლოდ შედეგებზე და მიბმული თვითშეფასება ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ამის გამოცდილება არ გამოგივიდეს რაღაც ვერ დადო ეს შედეგი, ან უფრო მეტი შედეგი და სულ ჩამოგე მსხრას ის შედეგზე მიბმული ასე თქვა თვითშეფასება, რაც შენი საყრდენი იყო და ამის გარეშე თავი ღირებულად ვერ იგრძნო საერთოდ ვერ იგრძნო რომ რაღაცა უნდა იყოს საერთოდ ხო ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ეს თუ მე ვმუშაობ იმაზე რომ ჩემი ღირებულება ყოველგვარი შედეგების გარეშე ასე ვთქვათ, მუშაობ ამაზე რომ მე თავი ვიგრძნო ღირებულად, მაშინ შედეგებიც ნორმალურია და თუ მხოლოდ იმისთვის მინდა შედეგი რომ აი დავადასტურო რომ მე ვარ საკმარისი, მაშინ ეს შედეგების დევნა არასდროს არ დასრულდება და ვერასდროს მე კმაყოფილებას ვერ ვიგრძნო პირიქით და თან ესე ხო არ არის ხო უსასრულოდ სადღაც ყოველთვის რომ გამომივიდეს, ხო, სადღაც არ გამომივა და ეს მე საფრთხეა ჩვეულებრივი. არა შეიძლება შენთვის ეს ტრავმად იქცეს. კი, ტრავმა და ძალიან ცუდა. ნებისმიერი დაბრკოლება. კი, ძალიან დიდი. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მე რაზეც ვმუშაობ, მათ შორის ერთ-ერთი ემოციური გონიერებაა და ემოციური გონიერების მთავარი ასპექტი არის ამ შედეგების და პროცესების ბალანსი. ემოციური ინტელექტსაც რასაც ეძახიან. ემოციური ინტელექტი, კი, ქართულად ვცდილობ ხოლმე ემოციური გონიერება დავარქვა. საერთაშორისო სახელი ემოციური ინტელექტია, თუმცა მე როგორც ემოციური გონიერებას ესე მოვიხსენიებ და რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მე შემეძლოს ჩემი პროცესების და შედეგების ბალანსი, რომ მე, როდესაც რაღაცა შედეგს ქმნი
ამ პროცესშიც ვიყო და ეს შედეგიც მახსოვდეს, იმიტომ რომ როგორც წესი ორი უკიდურესობა გვემართება. ამ პროცესებით ისე ვერთობით ხოლმე რომ შედეგი გვავიწყდება და ეს პროცესები შეიძლება ან რაღაცა მავნე იყოს და ან შეიძლება თუნდაც სწავლა იყოს. სწავლობ, მაგრამ ვერასდროს ვერ მოვახდინე ჩემი ცოდნის, ასე ვთქვათ, შედეგებში გარდაქმნა, ხო? და მეორე რომ შედეგებზე ისე ჩავიციკლო და შედეგების დევნაში ისე გადავერთო, რომ პროცესი დავკარგო და ეს პროცესი არის ჩემი ცხოვრება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მუშაობთ კლიენტებთან, არის აი ამ შედეგების და პროცესების ბალანსი, რომ მე პროცესშიც ვიყო, ასე ვთქვათ, ჩემ ცხოვრებაშიც ვიყო და თან მახსოვდეს აით მივდივარ და რა არის. კი ბატონო, მოდი გკითხავთ დასასრულისკენ ემოციურ გონიერებაზეც, როგორც თქვენ ვთქვათ, ამას უწოდებთ და მე მგონი ძალიან კარგადაც შესანიშნავად ჟღერს ასეც. ემოციურ ინტელექტს, რასაც ვთქვათ, უფრო ფართოდ ეძახიან, ეს ჩვენ სოციუმში ყოველ შემთხვევაში ახალი ტერმინია, მაგრამ ამავდროულად ძალიან პოპულარულია. და ყოველი მეორე ხშირად ამას იყენებს და შეიძლება მაინდამაინც კარგად არც ესმის რა არის. აი რითი განსხვავდება ტიპური ინტელექტისგან, კოგნიტური ინტელექტისგან, რომელიც მანამდე ვიცოდით ჩვენ, როგორც წამყვანი დომინანტი ძალა ადამიანის თქვათ აი სოციუმში ინტეგრირების ემოციური გონიერება. ხო, ანუ არანაირი კავშირი არ აქვს ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, აი ესე რაღაცნაირად, იმიტომ რომ კოგნიტური ინტელექტი ეს არის ჩემი ანალიტიკური უნარი, მეხსიერება, ესეთი რაღაც კოგნიციასთან რაც არის კავშირში, ხო? და ემოციური გონიერება არის აი თვითონ ქართულადაც იმიტომ მომწონს მისი მოხმა, ასე ვთქვათ, მოხსენიება, რომ ეს არის ჩვენი ემოციების გონივრული გამოყენება. ანუ ეს არის რას გაცნობიერება იმის, რომ საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მართვა, ასე ვთქვათ. და ის თავის მხრივ მოიცავს რაღაცა გარკვეულ კომპეტენციებს. ეს არის პიროვნული კომპეტენციები, მე ამას მეკომპეტენციებს ვუწოდებ და ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი, ანუ სოციალური კომპეტენციები. აი ემოციური გონიერება ზუსტად თავისთავში უკვე აკეთებს იმ დაშვებას, რომ ადამიანი არის სოციალური არსება და პიროვნული კომპეტენციების გარდა ჭირდება სოციალური კომპეტენციებიც. და პიროვნულ კომპეტენციებში შედის თვითცნობიერება და თვითცნობიერების პირველი შრე მაგალითად მინიმუმ ის არის, რომ მე ჩემ ემოციებს ვიცნობდე. აი შემეძლოს მათთვის სახელების დარქმევა. აი ამ მომენტში ხარ რას ვგრძნობ, ამ ემოციამ პირობითად რა ენერგია მომიტანა, რა ინფორმაცია მომიტანა. მეორე დონე არის, რომ რა შედეგის მიღება მინდა, აი ახლა ამ მომენტისგან რა მინდა, ამ დღისგან რა მინდა, ზოგადად რა, აი ეს რაღაცა გაცნობიერებული, რა არის ჩემი ღირებულება, რას აი ეს თვითცნობიერების ბევრი შრია, მოკეთ მინიმუმ 7 შრი არსებობს, გარემოდან დაწყებული იდენტობამდე და მისიამდე თუ ავალთ. მაგრამ ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, მეტაკომპეტენცია ქვია რა, ემოციური გონიერების მეტა, ასე ვთქვათ, აი საფუძველი. ძალიან საყრდენი კომპეტენცია, რომ მე თუ ვარ თვითცნობიერი ადამიანი და აი 7 ასე ვთქვათ, საფეხურზე ვიცი ჩემ შესახებ ბევრი რაღაც, შესაბამისად აქ შემოდის უკვე სხვა ადამიანების თემაც, ხო? მერე უკვე გამომდის თვითმართვაც. მეორე კომპეტენცია არის თვითმართვა. ანუ ცოდნის დაგროვებაზე კოგნიტური ინტელექტია პასუხისმგებელი და განკარგვაზე ემოციური, ესე იგი. როგორ გამოვიყენებ იმას, რაც ვიცი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვინახავს ჩვენ ცხოვრებაში ადამიანები, რომელსაც ძალიან დიდი ცოდნა აქვთ, მაგრამ აი ამ ცოდნის გამოყენებას ვერ ახერხებენ. ისე როგორც პირიქით. ისევე როგორც პირიქით. შეიძლება ვთქვათ, აი კლასიკური აზრით განათლება არ კონდეს დიდი, მაგრამ ახერხებდეს სწორედ აი ამ ვთქვათ ემოციური გონიერების წყალობით გაცილებით მეტი შედეგის მიღებას ვთქვათ ამ ტიპის რესურსის ხარჯვით. მე საერთოდ ადამიანები ვიცი, რომლებმაც მაგალითად უცხო ენა იციან ბრწყინვალედ და მეორე ადამიანმა იცის ძალიან ცუდად და ის მეორე ადამიანი გაცილებით კარგად ინტეგრირებს ცუდად იყენებს იმას, ვთქვათ, მასწავლი უცხო ენით, ვიდრე ის პირველი, რომელმაც ბაზისურად იცის ეს ყველაფერი. კი, მაგრამ სხვადასხვა არსებობს ესეთი პირობითად შეიძლება წარმატების ფორმულა ვუწოდოთ, სადაც ესეთი ფორმულაა რა, ეს არის კოგნიტური ინტელექტი და ტექნიკური ინტელექტი. აი ტექნიკები, რაღაც ტექნიკები, არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს თუნდაც აი ენის გამოყენების ტექნიკა, ან თუნდაც არ ვიცი, შეიძლება კოგნიტური ინტელექტი არ მქონდეს და ზოგადი ინტელექტი არ მქონდეს, მაგრამ აი ძალიან კარგი ხელოსანი ვიყო, რაღაცა ვიცოდე, ხო? აი ეს აქედან ერთ-ერთი მაინც უნდა გქონდეს და ემოციური გონიერება იმისთვის რაღაცა შედეგები შექმნა ცხოვრებაში. და ემოციური გონიერება მულტიპლიცირებას აკეთებს ჩვენი აი ამ ან კოგნიტური ან ტექნიკური უნარების
მიხდი, ანუ აი მარტო ემოციური ინტელექტი თუ მაგრამ ნიჭია ეს? ემოციური გონიერება? ხო თუ ნიჭი სულისხმობ ამ შემთხვევაში ახლა მეტაფორულად თქვი ეს ყველაფერი, ანუ რაღაცა თანდაყოლილი მოცემულობაა თუ ხო აი ეფუძნება განვითარებას, დასწავლას, შეცვლას და ასე შემდეგ. კი, თვითცნობიერება არის ადამიანები მაგალითად გამოცდილებით თავის თავზე რაღაცებს სწავლობენ ცხოვრებაში და არის ჩვეულებრივი დასწავლადი უნარი, რომ მუშაობა უნდა ამას, რომ პირობითად თუნდაც არიან ადამიანები, ვინც ინტუიტიურად ძალიან კარგად გრძნობენ საკუთარ ემოციებს. რეალურად მე სულ ამბობ ხოლმე, რომ აი რატო ხდება, რომ ძალიან შეიძლება დიდი ცოდნა მქონდეს, მაგრამ აი ამას ეს თითქოს ხელის შემშლელიც იყოს ჩემი ემოციური გონიერების, იმიტომ რომ ჩვენი ცოდნა ეს კოგნიცია ძირითადად ხო რაღაცა გონებაში გამოვიკედეთ. მე პირადად მქონია ამის გამოცდილება, რომ ჩემი გონება ხელის შემშლელი ყოფილა სადღაც იმისი, რომ რა აი გრძნობების ბამდე მივსულიყავი. იმიტომ რომ ჩვენი განათლების სისტემაც ხო ესეთი იყო, რომ რაღაცნაირად ცოდნას ვაგროვებდით და აი ამ გონების ჩარჩოებმა წვდომა დაგვაკარგინა ყველაზე მნიშვნელოვანთან, ჩვენს ემოციებთან და ეს ემოციები არის ჩემი სხეულებრივი რესურსი, რომელიც ქმედებაში უნდა დამეხმაროს და ამ ცოდნის რაღაც შედეგებში გარდაქმნაში. და მე თუ დავკარგე წვდომა, იმის გამო რომ რაღაცის მაგალითად იმის გამო რომ ჯერა რომ არ შეიძლება, როგორ შეიძლება შიშს გრძნობდე, აი რაღაც არასწორი შეხედულება მაქვს ემოციებზე, ბრაზი, შიში, სისხლი, რაღაც მგონია რომ ცუდი ემოციები ესენი არ შეიძლება და ან სულ პოზიტიური უნდა ვიყო რაღაც. გეგონოს რას უზამ, მაგრამ. ხო, ვერაფერს ვერ უზამ, მაგრამ ვერც გამოიყენებ. დათრგუნავ და თუ თრგუნავ შიშს და ბრაზს, სიხარულს, ანუ რესურსებს თრგუნავ რა, ემოცია არის შენი მოძრაობის ენერგია და შენ ამ დროს ეს გათიშე და გგონია რომ შენი ცოდნით რაღაცა უნდა შექმნა და ქმედებაში ვერ გადაიტანა ცოდნას, იმიტომ რომ შენი ქმედების ენერგიას ემოცია გაძლევს. სხეულებრივი რესურსი ემოციას აქვს. ამაზე დაკვირვება რახანაც ვთქვათ მეტნაკლებად ახალი ხილია, ხო? სოფლიოსთვის ალბათ ნაკლებად, იმიტომ რომ ბევრი ადრინდელი კვლევაც არსებობდა, რომელსაც მაშინ შეიძლება ეს ტერმინი არ ერქვა, მაგრამ ნუ ამას მიუთითებდა. მაგრამ დღეს ნუ ჩვენი სოციუმისთვის მაინც უფრო ახალი ამბავია. ამ საკითხზე დაკვირვება და გაუმჯობესება, ვთქვათ, ჯობს ბავშვობიდან ცხადია, მაგრამ ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი? ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, უბრალოდ როცა ვსაუბრობთ მაგალითად რაღაცების ცვლილებაზე, რაღაცა ასაკში ეს რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევას მოითხოვს ვიდრე ბავშვობაში, იმიტომ რომ ის ნეირონული კავშირები რაც იქმნება ჩვენში, რაც უფრო დიდი ხანი დადის, ასე ვთქვათ, ეს ამ გზას გადის ეს ნეირონული კავშირი, მით უფრო მყარი ხდება და მერე სადღაც ახალი ნეირონული კავშირის შექმნა, რომელიც ავტომატურად ისე იმუშავებს როგორც ძველი, ამას ცოტა უფრო მეტი ცნობიერი ჩართულობა ჭირდება ჩვენს ცხოვრებაში. ის რაღაცეები ავტოპილოტის რეჟიმში, ასე ვთქვათ, ხდება და აქ რაღაცეებს ცოტა დიდი დოზით ჭირდება ცნობიერი ჩართულობა, თუმცა შესაძლებელია რა თქმა უნდა. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენი ლაპარაკი რომ შევაჯამოთ, ადამიანი თქვენი აზრით არის ფერისცვალების არსება, რომელსაც შეუძლია შეცვლა და გაუმჯობესება, ხო? და ამ თვალსაზრისით ალბათ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ეკისრება რეფლექსიასაც, მაგრამ ამავდროულად თქვენს პროფესიასაც, რომ სხვა მეორე ადამიანმა გარკვეულწილად რაღაც მიუთითოს, რაღაც შეაცვლევინოს მათ. აი ამასთან დაკავშირებითაც რო გითხრათ ორი სიტყვა, სპეციალისტების როლზე მეორე ადამიანის ხანდახან ხო არის, რომ მე არ მჭირდება ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი, რა ვიცი, ბევრი რამ, რაც შეიძლება ვთქვათ, რაღაც ესეთ ფსიქ დასაწყისის გამო ადამიანში შიშებს იწვევდეს. ფსიქიკა რეალურად ძალიან მარტივი ტერმინია, ფსიქიკა არის ზუსტად ეს ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება ობიექტურ რეალობაზე. და კი, ჩვენითაც ძალიან ბევრი შეგვიძლია, უბრალოდ გარედან ზემოქმედება გვჭირდება ყველას. იმიტომ რომ წეღანაც ვახსენე, რაღაცა ზრდის ზონები გვაქვს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. და აი ძალიან კარგია ეს ცნობილი გამონათქვამი როა სხვის ომში ბრძენიაო. ძალიან კარგია რომ ეს საკუთარ ომშიც ბრძენი ვიყო, თუმცა იმისთვის რომ საკუთარ ომში ბრძენი ვიყო, მე თვითონ უნდა გავხდე ასე ვთქვათ ჩემი ცხოვრების გამოვიდე იმ ემოციებიდან სადაც ვარ, იმიტომ რომ იმ ემოციებში თუ არ გარედან ვეღარ ვხედავ განსხვავებული პერსპექტივით რაღაცეებს და საერთოდ შეუძლებელია ცნობიერების იმ დონეზე, რომელზეც პრობლემა წარმოიშვა, მოგვარების გზა ნახო, ხო? იმიტომ რომ რეალურად იმ ცნობიერებამ წარმოშვა ეს პრობლემა.
და შენ ჩიხში აღმოჩნდები თუ არა სქვიში? აღმოჩნდები. ამიტომ გარედან ზემოქმედება, სადაც შენ მოახერხებ, რომ გამოხვიდი ამ პროცესებიდან და გარედან შეხედო და უკვე ცნობიერების სხვა დონიდან დაინახო ეს, რა თქმა უნდა, ყველას გჭირდება და თან ახლა რეალურად ამ ადამიანებს ფსიქოკონსულტანტები იქნებიან, კოუჩები, ფსიქოლოგები რაღაცა, ამისთვის ამაზე ძალიან ბევრი აქვთ ნამუშევარი და თეორიული ცოდნის გარდა არსებობს პრაქტიკა, რომელიც ყველა პროფესია თავის თავში გულისხმობს იმ პრაქტიკულ საათებს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პროფესიონალ კოუჩინგზე, მაგალითად თუ ფსიქოლოგიაზე და ფსიქოკონსულტირებაზე, იქ თავისი მოთხოვნებია, რომელიც ის გარკვეული პრაქტიკული საათები მუშაობა უნდა დააგროვო და შენი კომპეტენცია, ასე ვთქვათ, იყოს ისეთი, სადაც შენ თვითონ შენი ნერვული სისტემა თუ არ არის, მოკლედ, აი ამ გადარჩენის, რო გადარჩი რა, აი ამ მდგომარეობაში და შენ თვითონ თუ მუდმივად ფოთვაში ხარ და შენ თვითონ თუ მუდმივად, ასე ვთქვათ, რაღაცების შესაძლებელი გაქვს, გაგიჭირდება სხვა ადამიანებთან მუშაობა. ანუ ეს არის ადამიანები, რომლებიც თვითონ მუდმივად ვითარდებიან და მუშაობენ იმაზე, რომ რაღაცნაირად მორალური უფლება ქონდეთ სხვა ადამიანებთან მუშაობის. ამიტომ მოკლედ ხო, პროფესიონალების დახმარება ამ ასე ვთქვათ, განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია რა და ძალიან დიდი როლი აქვს ამას. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ესეთი საინტერესო და ნაყოფიერი ლაპარაკისთვის ნინო ეფხოშვილი იყო ჩემი სტუმარი, რომელსაც მე მადლობას უხდი. მე მინდა რომ ყველას წარმატება გისურვოთ ეკოლოგიური, როგორც ჩემმა სტუმარმა თქვა, გადაცემა ბიბლუს ტოქსი იყო ეთერში, მე გიორგი ეგელძე გახლავართ.